ამ ვიდეოს შემდეგ თქვენ თოკს სულ სხვა თვალით შეხედავთ. სალამი, ინჟინერია დეტალურად. ოდესმე გიფიქრიათ, როგორ შეუძლია თოკს ასეთი დიდი წონის დაჭერა, ან როგორ ახერხებს ძალების ერთი წერტილიდან მეორეში გადაცემას ასეთი ეფექტურობით? იფიქრეთ იმაზე, ბოლოს როდის ნახეთ ამწე, რომელიც უზარმაზარ ტვირთს წევს, მთამსურელი, რომელიც ვერტიკალურ კედელზეა ჩამოკიდებული, ან თუნდაც უბრალო სათევზაო ბადე, რომელიც ზღვაში ტივტივებს. ყველა ამ შემთხვევაში თოკი არის ჩუმი მთავარი გმირი, მაგრამ ბოლოს და ბოლოს რა ხდის ამ თითქოს და მარტივ ელემენტს ასეთ სანდუთ? თოკები არის ხაზოვანი და მოქნილი ელემენტები, რომლებიც ძალას გადაცემენ დაჯიბით, განსხვავებით ღეროების ან კოჭებისგან, რომლებიც შეიძლება მუშაობდნენ როგორც შეკუმშვაზე, ასევე მოღუნვაზე. თოკი მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა დაჭიმულია, რადგან თუ მას დააწვევით, ის იკეცება. ეს თვისება სწორედ ისაა, რაც მას ასე გამოსადეგს ხდის. ეს იმიტომ, რომ მისი მოქნიობა საშუალებას აძლევს გვერდი აუაროს ბარიერებს, გაიაროს ბლოს ბლოკებში და შემოეხვიოს საგნებს, ხოლო შიგნით არსებული ძაფები, რომლებიც სიგრძეზეა განლაგებული, ერთობლივად იღებენ დაჭიმვის ძალას. მაგრამ როდის დავიწყეთ თოკების გამოყენება? თოკების ისტორია ათასობით წელი ადამიანის ინჟინერიის ისტორიას თანსდევს. მეტალების დამუშავებამდე ბევრად ადრე უკვე ცნავდნენ მცენარეულ ბოჭკოებს ქვების გადასათრებად, ნავების დასაბმელად და თავშესაფრების ასაშენებლად. მინ გახსოვთ ტარზანის ფილმები? თუ ჩამოკიდებას გულისხმობთ, ისინი ყველაზე მეტად ყვანან თოკებს. კანაფის, სიზალისა და ბამბის ბოჭკოები საუკუნეების განმავლობაში დომინირებდნენ, მათი ხელმისაწვდომობისა და დამუშავების სიმარტივის გამო. ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ და მოგვიანებით სინთეზური პოლიმერების განვითარებასთან ერთად. მე-20 საუკუნეში გამოჩნდა მასალები, როგორიცაა ნაილონი, პოლიესტერი და პოლიპროპილენი, რომლებმაც მნიშვნელოვნად გაზარდეს დაჭიმვის სიმტკიცე, გამძლეობა და თვისებების კონტროლი. ამავდროულად მეტალურგიამ შესაძლებელი გახადა ფოლადის ბაგირები, რომლებიც აუცილებელია ხიდებში, საბაგიროებში, ამწეებში და ლიფტებში. დღეს კლასიკურ მასალებთან ერთად არსებობს მაღალი წარმადობის მასალები, როგორიცაა არამიდის ან კევლარის ბოჭკოები და ულტრამაღალი მოლეკულური წონის პოლიეთილენი, როგორიცაა UHMWPE, რომლებიც ცნობილია როგორც დინემა ან სპექტრა და აერთიანებენ მაღალ სიმტკიცეს დაბალ წონასთან. ევოლუციამ არა მხოლოდ გააფართოვა გამოყენების სფეროები, არამედ გაუმჯობესა გაგება იმისა, თუ როგორ უნდა დაპროექტდეს თოკები თითოეული საჭიროებისთვის. მაგრამ საბოლოოდ, რა ტიპის თოკებზე ვსაუბრობთ? მარტივი გზაა მათი მასალის მიხედვით დაყოფა. ბუნებრივი თოკები, როგორიცაა კანაფი, სიზალი და ბამბა, კარგად იჭერენ და შეხებისას კომფორტულია, მაგრამ წყალს იწოვენ, სველ მდგომარეობაში სიმტკიცეს კარგავენ და დროთა განმავლობაში უფრო სწრაფად ზიანდებიან. სინთეტიკურმა თოკებმა სჭარბეს, რადგან უფრო პროგნოზირებადი მუშაობა აქვთ. ნაილონი საკმაოდ გამძლე და ელასტიკურია, შესანიშნავია დარტყმების შთანთქმისთვის. პოლესტერს ნაკლები გაწევა აქვს და შესანიშნავად უძლებს აბრაზიას და ულტრაიისფერ სხივებს, ხოლო პოლიპროპილენი მსუბუქია და ტივტივებს, რაც სასარგებლოა წყლის გარემოში, თუმცა ნაკლებად გამძლეა აბრაზიასა და სიცხეზე. რაც შეეხება მოწინავე ბოჭკოებს, როგორიცაა UHMWPE და არამიდები, ისინი უზრუნველყოფენ ძალიან მაღალ გამძლეობას და მინიმალურ გაწევას. თუმცა UHMWPE ბზნობიარია ხახუნით გამოწვეული სიცხის მიმართ, ხოლო არამიდები მიუხედავად იმისა, რომ მაღალ ტემპერატურებს უძლებენ, ნაკლებად გამძლეა მოხისგან გამოწვეული დაღლილობის მიმართ. გარდა ამისა არსებობს ფოლადის კაბელები ან ტროსები, რომლებიც დამზადებულია მავთულებისგან, გადახვეუმი ან გადახლართუმი კონებად, რაც გამძლეობასა და მდგრადობაში შეუდარებელია. სწორად დაპროექტებისა და მოუნის შემთხვევაში ისინი უფრო მძიმეა და საჭიროებს სპეციალურ ყურადღებას ინსპექტირებისა და მოვლისასაც. სხვა კლასიფიკაციის ფორმაა მათი გამოყენება ცოცვაში. დინამიკური თოკები შექმნილია გარკვეული გაწელვისთვის და ვარდმის ენერგიის გასაფანდად, რაც ამცირებს ალპინისტზე ზემოქმედების პიკს. და რა ხდება ანკერების წერტილებში რაპელისთვის, ტექნიკური გადარჩენისთვის, სიმაღლეზე სამუშაოებისთვის და სპელეოლოგიაში, რაც მღვიმეების შესწავლას ნიშნავს. როგორც წესი, გამოიყენება სტატიკური, ნახევრადსტატიკური თოკები, დაბალი გაწევლით, მეტი კონტროლისა და ეფექტურობისთვის, მშენებლობასა და ინდუსტრიაში. თოკები და კაბელები გამოიყენება დამაგრებისთვის, აწევისთვის, ტვირთების გადაადგილებებისთვის და ბლოკების სისტემებისთვის საზღვაო სფეროში. პოლიესტერი და პოლიპროპილენი ხშირად გამოიყენება სამმელებსა და ღუზის კაბელებში.
მაგრამ როგორ ასრულებენ თოკები მათ ფუნქციას, ეს ფიზიკური და ელეგანტური პრინციპია, სადაც როდესაც ძალას ირენებ, შიგნით არსებული ბოჭკოები დაჭიმაში მოდის. ამ დეფორმაციის ნაწილი ელასტიკურია, როგორც ზამბარა, რაც საშუალებას აძლევს ენერგიის შთანთქმას და შემდეგ თითქმის საწყის სიგრძეზე დაბრუნებას. სხვა ნაწილი შეიძლება იყოს მუდმივი დროთა განმავლობაში მცოცავი დეფორმაციის გამო, მასალისა და პირობების მიხედვით. თოკის აგებულება, ანუ როგორ არის განლაგებული და ერთმანეთთან გადაბმული ძაფები, გადამწყვეტია დატვირთვის განაწილებისა და გაწევის კონტროლისთვის. შიდა ხახუნი ძაფებს შორის და გადახვევის ან დაწმულის ნიმუში ხელს უშლის ძაფების თავისუფლად სრიალს, ინარჩუნებს ფორმას და ანაწილებს დაძაბულობას. აი რატო კვანძი უბრალოდ მარხუჟი არ არის? ის ქმნის მჭიდრო მოსახვევს, რაც ზრდის ხახუნს და ხელს უშლის სრიალს. მაგრამ ის ასევე იწვევს დაძაბულობის კონცენტრაციას, რაც შეიძლება შეამციროს თოკის სიმტკიცე 20-დან 50%-მდე დამოკიდებულია კვანძზე. ოდესმე გიფიქრია, რომ არასწორად შერჩეული უბრალო კვანძი შეიძლება იყოს უსაფრთხოებასა და მტყუნებას შორის განსხვავება. როცა აგებულებაზე ვსაუბრობთ, ღირს შევხედოთ ყველაზე გავრცელებულ კონსტრუქციულ ტიპებს. გახოვული თოკი კლასიკური სამი ძაფით მზადდება მაშინ, როცა მტევნები ერთმანეთის საპაპირისპირო მიმართულებით იხვეო. ის მოქნივი და მოსახერხებელია გამოყენებისას, თუმცა თვირთის ქვეშ ტრიალებს და ზედაპირული გახეხვისადმი უფრო მგრძნობი არიან. თავის მხრივ დაწნული თოკები იყენებს გადაჯვარედინებულ გარსებს, რაც უზრუნველყოფს ზომით სტაბილურობას და ტარ გამძლეობას ცვეთის მიმართ. ძალიან გავრცელებული შემთხვევაა Kerr-Mantle-ის კონსტრუქცია, სადაც არის ბირთვი და გარსი, სადაც პარალელური ან ოდნავ გადახვეული ძაფების ბირთვი უზრუნველყოფს ძირითად გამძლეობას. თოკის შიგლით. მიუხედავად იმისა, რომ დაწნული გარსი იცავს სვეტისგან, ულტრაისფერის სხივებისა და ჭუჭყისგან, თანამედროვე სამთო თოკები მიყვებიან ამ კონცეფციას. ბირთვი შექმნილია, რომ დაიწელოს დარტყმისას, ხოლო გარსი იცავს და უზრუნველყოფს მოხერხებულობას. ფოლადის საკაბელოებში პრინციპი ანალოგიურია. თხელი მავთულები ქმნიან ძაფებს, ძაფები კი ძარღვებს და საბოლოოდ ძარღვები ქმნიან კაბელს. სპეციფიკური ნიმუშებით, როგორიცაა 619 ან 636, რომლებიც აბალანსებენ მოქნილობას და დაღლილობისადმი გამძლეობას მოხრისას. მაგრამ რეალურ გამოყენებაში რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? პირველ რიგში გატეხვის დატვირთვასა და უსაფრთხო სამუშაო დატვირთვას შორის ურთიერთობა. ბევრ არაკრიტიკულ გამოყენებაში გამოიყენება ება უსაფრთხოების მცირე ზღვარი, ასევე სამაშველო და სიმაღლეზე სამუშაოები. სტანდარტები და კარგი პრაქტიკები განსაზღვრავს უსაფრთხოების ფაქტორებსა და უფრო მკაცრ შემოწმების კრიტერიუმებს. გახაგრძლების მიხედვით დინამიკური თოკები იწევიან ენერგიის შესაწოვად, ხოლო სტატიკური თოკები ინარჩუნებენ სიგრძეს ეფექტურობისთვის. მესამე, გარემო, წყალი, ტემპერატურა, ქიმიკატები და ულტრაიისფერი გამოსხივება ზემოქმედებს მასალებზე სხვადასხვაგვარად. მაგალითად, ნაილონი შთანთქავს წყალს და სველ მდგომარეობაში შეიძლება დაგარბოს სიმტკიცე, ხოლო პოლიესტერი უკეთ ინარჩუნებს თვისებებს ტენიან გარემოში და კარგად უძლებს ულტრაიისფერ სხივებს. პოლიპროპილენი ტივტივებს, მაგრამ ნაკლებად მდგრადია მაღალ ტემპერატურებსა და აბრაზიაზე. რომ გაიგო, რატომ აქვს აზრი მცურავი თოკის გამოყენებას სამაშველო რგოლზე, მაგრამ არა პატარა და ცხელ ბლოკებიან ამ წეზე. და კვანძები ეგ როგორაა? იცოდე, რომელი კვანძი გამოიყენო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კვანძის ტიპის მიხედვით თოკის ქცევა იცვლება. მაგალითად, ბლოკების სისტემებში კუთხეები და ხახუნი ცუნიან ანკერებზე მოქმედ რეალურ ძალას. არ ვიცი, შენ თუ შეგიმჩნევია ეს. მნიშვნელოვანია ასევე თოკის მოღუნულობაც, რადგან ყველა თოკს აქვს რეკომენდებული მინიმალური მოღუნულობის რადიუსი. ეს იმიტომ, რომ მკვეთრ კუთხეებზე ან ძალიან პატარა ბლოკებზე გატარება აძლიერებს დაძაბულობას და აჩქარებს დაღლას. თოკის დაცვა კუთხის დამცავებით, გარსებით ან როლიკებით მარტივი პრაქტიკაა, რომელიც ზრდის მის გამძლეობას და ამცირებს რისკებს. ვიზუალური და შეხებითი შემოწმებაც აუცილებელია, რათა აღმოაჩინოთ გავრცელებული ადგილები, გამოჩენილი ბოჭკოები, ბუშტები, სითბოთი გამკვრივება, ჭრილობები, ფერის შეცვლა და ქიმიური პროდუქტების დაბინძურება. ბირთვიანი და გარსიანი თოკების შემთხვევაში გარსზე არსებული დაზიანებები შეიძლება ბირთვში არსებულ პრობლემებს მალავდეს. ხოლო თუ ეჭვი გეპარებათ, თოკის გადაგდება უფრო უსაფრთხოა, ვიდრე რისკზე წასვლა. სწორად შერჩეული და გამოყენებული თოკები განაწილებულ და დინამიკურ ძალებს გარდაქმნის პროგნოზირებად და კონტროლირებად რამეც. და როცა არასწორად არის შერჩეული ან არასწორად არის გამოყენებული, თოკები შეიძლება მოულოდნელად გაიწვიტოს. ამიტომ მასალის ძირითადი თვისებების, აგებულებისა და გამოყენების კარგი პრაქტიკის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია.
თუ აქამდე მოხვედი და ვიდეო მოგეწონა, გამოიწერე არხი თუ ჯერ არ ხარ გამოწერილი და ალაიქე და ჩართე შეტყობინებების ზარი. და თუ ჩვენი კონტენტი საინტერესო გეჩვენება, განიხილე წევრობა, რათა დაგვეხმარო პლატფორმაზე კონტენტის შექმნის გაგრძელებაში და გახდე ჩვენი ვიდეოების ნაწილი. და თუ გაინტერესებს მეტი გაიგო იმ კურსებზე, რომლებსაც გივჩევთ, გამოიყენე აქ გვერდზე მოცემული QR კოდი ან ვიდეოს აღწერაში მოცემული ბმული. რათა მიიღოთ წტომა მრავალ შესაძლებლობაზე, განივითაროთ სხვადასხვა უნარები, რომლებიც თქვენს კარიერაში განსხვავებას შექმნის. და შენ იყენებ თოქს ან კაბელს ყოველდღიურ ცხოვრებაში? იცი როგორ გააკეთო მძღოლის კვანძი? ან იქნებ უკვე ისწავლე როგორ შეინახო შენი თოქი ისე, რომ გამოყენებისას არ აირიოს? დაწერე კომენტარში. აქ ქვემოთ რომ კომენტარები ვიდეოს ინფორმაციის დამატების სივრცედ ვაქციოთ. აქ გვერდით არის ორი საინტერესო ვიდეოს არჩევანი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო, რომ გააფართო შენი ცოდნა და დააკმაყოფილო შენი ცნობის მოყარეობა. და თუ გინდა რომ დაგვეხმარო, დაალაიქე, გამოიწერე არხი, ჩართე ზარი და დაფიქრდი არხის წევრობაზე. ეს იყო ყველაფერი ინჟინერიის მოყვარულებო, დიდი მადლობა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.